განათლების კერაში იჭედებოდა ეს ნებისმიერ იდეოლოგიები და ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირი დასავლეთი იდეოლოგიური იარაღის ინსტრუმენტი იყო განათლების სისტემა. ხა ჩარევა მათემატიკა და ზუსტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში ნაკლებად იყო. ეს ყველაფერი ეხება ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, სადაც ნარატივი და ფილოსოფია ყალიბდება ადამიანისა. ხო, საბჭოთა კავშირში ვიცით ეს როგორიც იყო ანტაგონისტური აბსოლუტურად კაპიტალისტური ბაზარისა და დასავლეთი პირიქით იყო ანტაგონისტური სოციალისტური ბაზარისა და აი აქ ხდებოდა ცირკულაცია. აი უკვე პოსტ საბჭოურ პერიოდში რა დაგვემართა ჩვენც და რა დაემართა აღმოსავლეთ ევროპის მნიშვნელოვან ნაწილს. ჩვენ დაგვემართა პერიფერიულობის რაღაც კომპლექსი და მივიღეთ ესე იგი ელიტარული ინტელექტუალური ეგრეთ წოდებული ბაბლი, რომელმაც მთელი ეს თვითრეალიზაცია განიცადა იმ დასავლურ კულტურაში. ოღონდ ეს დასავლური კულტურა არის თუ არა, ეს კიდე საკითხავია. ანუ დასავლურ განათლების სისტემაზე რომ ვსჯელობთ, ხედველობაში უნდა მივიღოთ კონკურენტუნარიანი ხარისხიანი კრიტიკულ აზროვნებაზე დაფუძნებული განათლების სისტემა და არა ეს პოლიტიზირებული განათლების სისტემა, რომელიც დასავლეთში უკრძალავდა გენდერის პოლიტიკაზე საუბარს პროფესორებს და ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც დატოვეს სამსახური იმის გამო, რომ გოგონას უთხრა გოგო ხარო და აღმოჩნდა, რომ ის ასე იგი ნონბაინი უსქესო იყო და ან პირიქით თავს მიეკუთვნებდა კაცს, ანუ ეს პრობლემები დასავლეთში იყო და ამის გარდატეხა სამეცნიერო წრეებში იქაც დაიწყო და მე თუ მონობაში უნდა ვიყო, აზროვნების მონობაზე მაქვს საუბარი. ამის ბატონი პეკინში იქნება, მოსკოვში თუ ვაშინგტონში, ჩვენთვის ქართველისთვის სამედამყოფელი იქნება სხვადასხვა ფორმებით რა. თუ მაგალითად ჩინეთის განათლების რეფორმის შინაარსია, გეოპოლიტიკური შინაარსია, ტექნოლოგიური განვითარების ფორმულა იყოს განათლების სისტემა, დასავლეთში აქამდე იყო იდეოლოგიზირებული იარაღი, აი soft power-ის მთავარი ინსტრუმენტი. ქართული აი ეს რეფორმა თუ აი როგორც დასრულდება პირობითად, აი შეიძლება გაერთიანდება ილია უნდა გაერთიანდება. აი ეს მოდელი ახედულად კონცეფცია წარმოაჩინეს, უზრუნველყოფს თუ არა პირველ რიგში ჩემი ეროვნული იდენტობის ფორმირებას და აქ არ გულისხმობ მხოლოდ ჩოხას და ქართველო ხელი ხმალს, იქ არ გულისხმობ პრაგმატულ მოსაზრებას, რომ ჩემმა განათლების სისტემამ აწარმოოს ცოდნა პირველ რიგში და ხარისხი, რამაც უნდა უზრუნველყოს, რომ არსებული გამოწვევების ფონზე ჩვენი ქვეყანა იყოს ეკონომიკურად განვითარებული, სტაბილური, უსაფრთხო და პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს. მივიღებთ ასეთი ტიპის ესე იგი მოდელს თუ ფსევდოდასავლურ ნარატივს შეანაცვლებს ამ შემთხვევაში ისე პარტიული ნარატივი იყო ამ ხელისუფლების.